ეხა ბოლოს რამდენ სხვა იმაზე გადავდივარ, რამდენიმე ჯერზე, თან ყველა ვიდეოში მიწევს ხოლმე ამათი თუ თავის მართლება რომ YouTube-ს ვამბობ თუ Tupac-ს ვამბობ და მაგას მოდი რომ ჩემ ასაკს მიაწერე და ასე შემდეგ, მაგრამ Kanye არ შემილია და თან ახლა ამაზე ბოდიშს არ მოვიხდი კი არა პირიქით აქეთ უნდა გაგიტრაკოს და რახან Kanye West-ზე იყო ლაპარაკი ჩემ რენტს მოვაწყობ აქა ოკეი ანუ ფილტრს მოვიხსნი და პირდაპირ გეტყვით რასაც ვფიქრობ მაგ ყველაზე კალიფორნიას ამბობ კარგად ხვდებათ ყურში დედამოწყლული კალიფორნია და კონექტიკუტი K როცა არის გადმოდის ქართულად როგორც K შეიძლება მითხრათ რა ნიკო K რო თქვი K არ არის ქართულად ჩვენ გვაქვს ჩვენი წესები, რომელიც ბოლომდე არ ვიცი მე, მაგრამ არის რაღაცა ქართული ენის ამბავი, რომელიც განსხვავდება იმისგან ინგლისურად რა როგორ გადმოდის ხოლმე. რას გულისხმობ, რომ ინგლისურად უცხო ამერიკული ინგლისური მაინც ბრიტანული არ ვიცი, მაგრამ ნუ მან უყურებ უფრო და ვიცი რომ იქ კარგი ტონია, რომ შესაძაც უცხოურიდან შემოსულ სიტყვას ამბობ იმენაზე უნდა თქვა, ან დანაწერ როგორც ლათინურია მაინც უმეტესობა და როგორც იწერება, ისე წერ ბაზარი არ არის, მაგრამ გამოთქვამ ყვასან. ამერიკელები რო დადიან croissants ამბობენ ხოლმე და რაღაც cinco de mayo და la pizza mala ეგრე უნდა თქვა, იმიტომ რომ ყველა სწორი ის არის რომ თავის ორიგინალის ენაზე გამოთქვა. ქართულად ჩვენ ეგრე არა ვართ და croissant-ი რო ვიღაცა მითხრას არ ვიფიქრებ რომ იმე რა კაი ქართულით ლაპარაკობს, რომ croissant არის და croissants ამბობ. როგორ დაგწყევლოთ და არ დაგწყევლით არავის, მაგრამ თქვენ ცხოვრებაშიც მოვა ის დრო, როცა ვიღაცები გაგიტრაკებენ რომ კურტ კობეინს რატო ამბობ, კურტ კობეინი უნდა თქვა და მოგიწევთ მე ბოდიშის მოხდა რომ ой მე ისე გავიზარდი ახალგაზრდობაში კურტს ვამბობდით კი მესმის რომ კურტ კობეინია სწორი არ არის სწორი კურტ კობეინი არ მეჩვენება რომ კაი ქართული არის ბიორკი არ არის ქართულისთვის და ის აქვს რომ იცი რა რუსულიდან შემოდიოდა და იმიტომ წერდნენ ქართულად ბებია თქვენის ამ არნოლდ ჩიქობავა და მიშა ჭაბაშვილი იმიტომ წერდა ქართულად ისე რომ რუსულში ეგრე არისო არ იყო ეგრე რა არ არის კონექტიკუტი მინახავს დაწერილი და ადვილად გამოთქვამთ ანუ კაი წასაკითხია გიჩვენებათ რომ სწორი არის თუ სხვადასხვა წესები უნდა გქონდეს რომ კურტ კობეინია, მაგრამ Kanye არის. რავი, აქამდე არის რომ K როცა არის როგორც წესი კრდგად მოგვაქვს. თავს კი არ ვდებ აუცილებლად რომ სწორად ვიცი ყველა წესი, ნეტა მეტი ვიცოდე. მაგრამ ნუ იმდენს მაინც ხვდები რომ კურტ კობეინი არ არის ჩემთვის და ბიორკი არ არის ჩემთვის სწორი ქართული. და ისევე როგორც Kanye არ არის, Kanye არის, იმიტომ რომ K-ით წერს. იდეა ინგლისურად ისე გამოითქვის ყველა ენაზე ეგრე. ვქნათ ანუ ყვასანებზე გადავიდეთ, ფრანგულშიც ისე ვთქვათ, ისინი როგორ გამოთქვამენ, არაბულშიც, ანუ ყველაფერი იცით, სუაჰილიზე როგორ იქნება. არ არის ის არა, რომ აი აუცილებლად როგორც ამერიკელები გამოთქვამენ, ისე ვთქვათ. ისე იექვია ახლა ოფიციალურად Kanye-ს მორჩიჩობს თქვენთან. გადაირქვა სახელი. რატო? არ ვიცი, შიგაქვს. ეხა თუ აქ ბოლომდე მიყურეთ, მინდა რომ ჩემი არხი გამოიწეროთ, გულწრფელად რო გითხრათ, ძალიან დიდი მნიშვნელობა YouTube-ის ალგორითმისთვის არ აქვს გამომწერების რაოდენობას, თავარი 1000 ყავდეს და მე მონეტიზაცია შეგიძლია და ისედაც თუ რაღაცა ვიდეო ჩაწერეს ხებსაც აჩვენებს ხოლმე, ვისაც მანამდე ვიდეო აქვს ნახი, მაგრამ მნიშვნელობა აქვს უფრო ის არის სამარიაჟო პონტია, მაგრამ თან რაღაც სპონსორთან რომ მიდიხარ, გეკითხებია რომ რამდენი გამომწერი ყავს და თან ისიც არის რა, სამარიაჟო მამარიაჟოც რა, აქამდე მოხვედრით გამოიწერეთ რა. როგორც წესი, თუ გაინტერესებთ რას ვაკეთებ ხოლმე, აქამდე არაერთი ვიდეო მაქვს ჰიპ-ჰოპის ისტორიას და მე კიდე ჩავწერ, ცოტა ხე რამდენიმე თვიან ჰიპ-ჰოპზე პაუზას ავიღებ, კიდე სხვა ინტერესებიც მაქვს ცხოვრებაში. მგონია რომ გაგისწორდებათ. თუ არ გაგისწორდებათ, თქვენი არ, მოკლედ გამოიწერეთ არხი. და რა ვიცი, ბოდის გიხდით რომ იმაზე გეჩხუბეთ. Kanye West-თან დაკავშირებით ვერ ვაკონტროლებდი იმ წუთას ჩემ თავს და ვისაც გული მოგიკალით. Let's have a toast for the Akhwars. Let's have a toast for the Gandons. Let's have a toast for the projects. Every single one that I know. Let's have a toast for the Quelebs. ვეღარ თარგმნი ეგრე. That'll never take work off. Baby, I got a plane. Run away fast as you can. Run away for me, baby. Run away.